სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წავიკითხეთ სახარებიდან ის მონაკვეთი, სადაც კაპერნაუმში მოხდება ასეთი სასწაული. ქრისტეს მიერ ბუნებრივია. ასის თავის მონა განიკურნება. თვითონ ამბავი მე დარწმუნებული ვარ თქვენ არაერთ გზის გსმენიათ და წაგიკითხავთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ იმ დეტალებს, რომელიც შეიძლება ითხოვდეს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას და ჩაღრმავებას თითოეული ჩვენგანისგან. რას გულისხმობ ამაში ახლავე მოგახსენებთ. აი დღეს რამდენჯერ მაქვს წაკითხული, მართლა არასდროს დამითვლია რამდენჯერ მაქვს წაკითხული სახარება და კონკრეტულად ეს ამბავი, მაგრამ ისეთი ყურადღება მიიქცია სიტყვებმა, როდესაც ეს ასის თავი ასეუბნება ქრისტეს, რომ სიტყვით მხოლოდ თქვიო და განიკურნება ჩემი მონაო. მე დღეს მინდა გელაპარაკოთ სიტყვაზე. რა არის ჩვენთვის სიტყვა, რომელსაც ვამბობთ? თუმცა კი ჯერ თვითონ შინაარსი მინდა გავიხსენო ამ ამბისა, რომ კაპერნაუმი ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო, მაშინდელი რაღაცა სავაჭრო ქალაქი შეიძლება ესე ყოფილიყო, იქ რაღაცა პორტი ჰქონდათ, იქ თევზჭერა იყო. საზოგადოება ყოველთვის ბევრი ტრიალებდა კაპერნაუმში და შესაბამისად ეს ასის თავიც აქ ცხოვრობს, იმიტომ რომ ჯარიც აქ დგას, ბუნებრივია, რომის იმპერიის ჯარი არის ყველგან ჩაყენებული და ეს კაცი ასის თავია. და მოდის ქრისტესთან რის სათხოვნელად, იცით, მონა ყავს ცუდად. ეხლა გამიგია რომ დედა გაიქცეს სადღაცა საშველად, შვილი რო ყავს ცუდად და მეგობარი კიდე და ვიღაცა ესეთი გულშემატკივარი, მაგრამ მაშინდელი მონის ფასი იცით რა იყო? აი დღეს როგორ გითხრათ, აი რო იძახიან მზესუმზირის ფასი აქვს, მაგრამ დღეს მზესუმზირა ძალიან ძვირი ღირს. ამის ფასიც არ ქონდა, მინდა გითხრათ მონას. არანაირად არ ქონდა ამის, ანუ მის სიცოცხლესაც კი არ ქონდა არანაირი ფასი, იმიტომ რომ მონა საკუთრება იყო ბატონისა და რომც მოეკლა ბატონს მონა, ესე იგი პასუხსაც არ მოკითხავდნენ ამაზე. არავითარი რაღაცა სამართლებრივი არ არსებობდა, რომ შენ ამას სადმე გაასაჩივრებდი და ვინმე ამის გამო, ესე იგი შენ ესე იგი სამართალს მოძებნიდი და იპოვიდი, რომ უსამართლოდ მოგექცა ბატონი, არ არსებობდა ასეთი რამ, მინდა გითხრათ. და ეხლა ეს კაცი ესე შეწუხებული მოდის, რომ მონა მყავს ცუდად. და მაცხოვარი ეუბნება მაშინვე, რომ მე მოვდივარ შენთან. და ეს კაცი ეუბნება, რომ მე არ ვარ ამის ღირსი, რომ შენ ჩემთან მოხვიდე. და მე ეუბნება აი ამ სიტყვებს, რომლებზედაც მე დღეს ვაპირებ თქვენთან საუბარს. სიტყვით მხოლოდ თქვი და განიკურნებაო. რას ნიშნავს? სიტყვის ძალას ნიშნავს ეს. და სიტყვას როდესაც აქვს, იცით, ძალა. როდესაც შენ ამ სიტყვას ინარჩუნებ. ხო გაგიგიათ სიტყვის კაციაო ასეთი გამოთქმა. ხო გაგიგიათ ასეთი რაღაცა კაცზე იტყვიან ასე, რომ მან თქვა, თუ მან თქვა შეასრულებს. ხო იცით ასეთი კაცები და ისეთი კაცებიც ხო იცით, რომელიც გინდ მაგას უთქვამს და გინდ რადიოს რაღაცა გამოუცხადებს. ესეთი გამოთქმაც ხომ გაგიგიათ? ესე იგი, სიტყვას თითოეული ჩვენგანი რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ცხოვრებაში? დაპირებებს რო ვიძლევით მარჯვნივ და მარცხნივ უაზროთ, ღვთის წინაშე რამდენ დაპირებას იძლევი, რამდენ აღთქმას დებ ადამიანი არც კი ითვლი ამას, რომ მე ახლა ამას აღარ ვიზამ და მეორე დღეს აკეთებ. ამისკენ აღარ მოვტრიალდები და იქეთ ხარ მოტრიალებული. რამდენჯერ სიტყვით წევლას წარმოთქვამ, ისე რომ არც კი აცნობიერებ ამას ხშირ შემთხვევაში. რამდენჯერ სიტყვით ბილდსიტყვაობას წარმოთქვამ, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად. და მერე გიკვირს, რომ აი რაღაცა სათხოვარი მქონდა ღმერთთან და ღმერთმა არ შემისრულა. და იყავი სიტყვის კაცი რო შეესრულებინა? ღმერთი თავის სათხოვარს უსრულებს სიტყვის კაცებს. როგორც ჩანს ამ სახარებიდან და საიდან ჩანს, იცით? ეს კაცი საიდან ამოწმებს ამას ყველაფერს, რომ შენ მხოლოდ სიტყვით თუ იტყვი ყველაფერი ისე იქნება? თავიდან ამის ახსნას ასე იწყებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მეო კაცი ვარ ხელმწიფების ქვეშ ყოფიო. რას ნიშნავს ხელმწიფების ქვეშ ყოფი, იცით? ასის თავი კი ვარ, მაგრამ მე ჩემზე ზემდგომი მყავს. მაგალითად 1000-ის თავი. და მყავს ასევე ქვეშევრდომებიო, რომელსაც ვეტყვი წადი და მიდის, მოდი და მოდის
ანუ ეს არის სიტყვის კაცი. ის ასრულებს იმ სიტყვას, რასაც მისი უფროსი ეუბნება და ამავდროულად მის სიტყვასაც ასრულებენ ის მონები, რომლებიც მასზე დაქვემდებარებულები არიან. და მაცხოვარს ეუბნება, რომ შენც შეგიძლია სიტყვით თქვა და მეტი არაფერი არ არის საჭირო. და სარწმუნოებას სად ჩანს აგიცით? ვიღაცას გონია, რომ ეს მისი სარწმუნოება მხოლოდ ის არის, რომ რაღაცნაირად დაიჯერა მან, რომ ქრისტეს მისი განკურნება შეეძლო. მარტო განკურნება კი არ შეეძლო, მისი მონა კვდებოდა. და ქრისტეს ეუბნება, შენ მხოლოდ სიტყვა უნდა თქვა, რომ ის გადარჩეს. ესე იგი, სიტყვა ვის უნდა უთხრას ქრისტემ? სიკვდილს უნდა უთხრას სიტყვა, რომ შენ წადი მაქედან და სიკვდილი მიდის. ამისის ჯერა ამ ასის თავს. ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ ასეთი სარწმუნოება მე ისრაელში არ მიხილავს და რომ ეს კაცი წარმართია და უხერხულობაში არ აგდებს ქრისტეს, რომ შენ ჩემთან კი მოდიხარ, მაგრამ მე არ ვარ ამის ღირსი, წარმართი ასის თავია ეს, რომაელი ასის თავია, რომელთანაც ებრაელს ერთოდ შესვლა ეკრძალება და ამისგანაც კი ცდილობს იმდენად შინაგანი წესიერება გააჩნია, რომ გარდა იმისა, რომ თავის მონაზე ასე წუხს, ახლა იცის, რომ ეს მართლა მკურნალი და მართლა გადამრჩენელი და სიკვდილის mbრძანებელი მასთან სახლში რომ შევიდეს, დიდ უხერხულობაში აღმოჩნდება, იმიტომ რომ ებრაელი კაცი წარმართთან შევიდა სახლში, რაც ჯულის ძალიან დიდი დარღვევა იყო, არაფრით არ შეიძლებოდა. ამიტომაც ეუბნება, მე არ ვარ ჯერ ამის ღირსი. არ არის ჩემი სახლეული ამისთვის ჯერ მომზადებული, რომ mbრძანებელი სიკვდილზე აქ შემოვიდეს. მაგრამ კვლავ დაუბრუნდები მე აი ამ სიტყვას, რომელსაც ის ეუბნება, რომ სიტყვით ხოლოს თქვ და განიკურნება ჩემი მონა. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ძალიან ხშირად არ ვაკონტროლებთ ჩვენ სიტყვებს და მე გეტყვით, პირდაპირ გვიწერია, თითოეული სიტყვის გამო მოგვიწევს პასუხისგება. განა მარტო იმ სიტყვის გამო, რომელიც აღთქმად დადე და არ შეასრულე. არა, თითოეული სიტყვის გამო, რომელსაც ადამიანი ლაპარაკობს და ხშირად უაზროდ ლაპარაკობს. არასაჭიროებისამებრ ლაპარაკობს და ძველ საზოგადოებაში მინდა გითხრათ, რომ ასეთ ადამიანებს პატივს არ სცემდნენ. ვინც ესე იგი დუმილის პაუზის შესავსებად იქ რომ რაღაცას მოიგონებდა და ლაპარაკისთვის რომ უნდა ელაპარაკა, ასეთი ადამიანი პატივისცემას არ იმსახურებდა. დღევანდელ დღეს ეს საკითხი ისე არის გადაგვარებული, რომ პირიქით უზრდელობად ითვლება ახლა დუმილი თუ იქნა სადმე და ამიტომ აუცილებლად უნდა ილაპარაკო. რატომ უნდა ილაპარაკო, თუ კი არ არის სალაპარაკო? რატომ უნდა თქვა ის, რაც არ არის სათქმელი? აი, დიდი დრო ხო არ გასულა იქიდან, რაც გავიღვიძეთ დღეს დილით. გეკითხებით ეხლა, აბა გადაავლეთ თვალი, რამდენი სიტყვა თქვით ისეთი, რომელიც არაფერს საჭიროებას არ წარმოადგენდა. არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მაგრამ თქვი, მაგრამ იქ მარჯვნივ ვიღაცა შენიშვნას მიეცი, მარცხნივ ვიღაცა განიკითხე, ეს გულში მოხდა თუ ხმამაღლა მოხდა, სიტყვა არის შენგან გამოსულია და შენგან გამოსულზე, სწორედ აი ამ სიტყვაზე პასუხს აგებო, როდესაც ამბობს მაცხოვარი, ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს გამუდმებულად. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვაზე, როდესაც მე პასუხს ვერ გებულობ, რაღაცნაირად არ მომეცა პასუხი ღვთისგან, ამავდროულად უნდა მახსოვდეს, რომ მე კი შევასრულე მისი სიტყვა. აი, როდესაც ამ ასის თავზე ვლაპარაკობ, რომ ის კაცი სარწმუნოებით ყოფილა თურმე სავსე და მომწონს მისი სარწმუნოება. აი ის თუ მომწონს ეს კაცი როგორი იყო სიტყვის შემსრულებელი, იმიტომ რომ ამბობს, მე მყავს ზემდგომი, რომელიც მე მიბრძანებს და მე მყავს ქვეშევრდომნი, რომლებსაც მე ვუბრძანებ. აი ისმენ თუ არა შენ სიტყვას, რომელსაც გეუბნებიან შენი ზემდგომნი და ამ ზემდგომში არ იგულისხმება მაინც და მაინც შენი სახელმწიფო, რა ქვია, სამსახურის დირექტორი. შენი მშობლებისა თუ გესმის. ან ქრისტეს სარწმუნოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, შენ ქრისტეს სიტყვები თუ გესმის, რომ გწამს, რომ ქრისტე ღმერთია, ეს არაფერს არ ნიშნავს, მინდა გითხრათ. ეს არაფერს არ ნიშნავს იმის გარდა, რომ ერთი ნაბიჯით წინა ხარ ურწმუნოზე. მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს ეს სრულყოფილებას, იმიტომ რომ ეშმაკებსაც წამთ. რწმენა ის კი არ არის, რომ მე რაღაცის არსებობისამ წამს. მასე მე მწამს, რომ ჩემი მშობლები არსებობენ. მაგრამ
მისი სიტყვებისა თუ მწამს, როდესაც მეუბნებიან ჩემი მშობლები, რომ ამ სიტუაციაში ასე უნდა მოიქცე, აი ამის იმჯერა თუ არა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მწამს რომ იესო ქრისტე არსებობს, ამის წამს სახარებაში წერია პირდაპირ ეშმაკი ეუბნება, ეშმაკეული ადამიანის პირით ამ შემთხვევაში, რომ რატომ მოხვედი აქ ჩემ სატანჯველად დროზე ადრეო და მე რო ეხვეწება ღორების კოლტში შემიშვია, ხო გახსოვთ? ეშმაკმა ზუსტად იცის ვინც არის იესო ქრისტე. ამიტომაც არანაირი უპირატესობა რწმენისა რომ ღმერთი არსებობს ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ უპირატესობას მაშინ მოვიპოვებთ თუ ვიქნებით სიტყვის კაცები, სიტყვის შემსრულებლები, არა დაპირების მიმცემი და არა ამ სიტყვის იქეთ-აქეთ სროლელნი. და ასეა უნდობლობას იწვევს მერე შენში ადამიანი, რომელსაც ასე შეუძლია გასცეს მხოლოდ დაპირებები, ილაპარაკოს ყველაფერზე რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ. არ გახსენდებათ ისა რა ქვია არჩევნების წინა პერიოდები? რა დაპირებებს არ მოისმენ, ესე იგი უნდა ყვაოდეს ახლა ჩვენი ქვეყანა სულიერად და ხორციელად. სად არის ეს დაპირებები? შეგიძლიათ ვინმე მითხრა, სად არის ეს დაპირებები? რომ შეუბრუნო ახლა ეს კითხვა, რომ ამიტომაც მე პატივისცემა მეკარგება შენი, ძალიან გაილანძღები რა, გეტყვია რომ როგორ ახლა, აბა ომი გინდა? ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ამ დაპირებებს ნუ კი მიაქცევთ თქვენ ყურადღებას. თქვენ სულს ჩაუღრმავდით, რომ ამ დაპირებაში თქვენ თვითონ არ წამოგცდეთ ისეთი რამაც შეიძლება დააზიანოს ადამიანი სულიერად. რამაც შეიძლება სულიერი დანაკარგები მოუტანოს ადამიანს. აი პირადად მე, ადამიანი, რომელიც ახლა ვიტყვი, რომ ახლა ამას ასე გავაკეთებ, იქ იმას ესე შევასრულებ, რას შეასრულებ, რას გააკეთებ? ნუ ლაპარაკობ ამას, მოდი გააკეთე, თუ საქმე ამას არ ახლავს თან, თუ ვერ ვხედავ მე შენს საქმეს და შენს დამოკიდებულებას, სასულიერო პირისგან იგივე რომ მოისმინოთ ახლა რომ მოდით ხალხო ახლა ასე ვიმარხულოთ და ასე ვილოცოთ და ასე გავაკეთოთ რაღაცა და მე რომ დამინახოთ რომ ამ სიტყვების საპირისპიროდ ცხოვრობ და ამ სიტყვების საპირისპიროდ მოქმედებ, რა იქნება თქვენი ჩემდამი დამოკიდებულება? უნდობლობა ხომ გაჩნდება? ხომ იტყვით რომ ეს კაცი ერთს ლაპარაკობს, მეორეს აკეთებს. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს თითოეულ ჩვენგანს, როდესაც რაღაცა სიტყვას ამბობს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ განსაკუთრებულად დაპირებებს, როდესაც იძლევა ამა თუ იმ სიტუაციაში და დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სარწმუნოებრივ საკითხებს, იმიტომ რომ წამს რომ ღმერთი არსებობს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის კარგი და დიდი ნაბიჯი, მაგრამ იმისი თუ მჯერა, რასაც ღმერთი მეუბნება, ამისთვის სულ ცოტა სახარებას უნდა ვკითხულობდე, იმიტომ რომ იქა მოვიკითხავ მე მის გაცხადებულ ნებას, რომელიც მე მეტყვის, რომ აი ასეთი მსურს ადამიანი იყოს მოწყალებით, ასეთი მსურს ადამიანი იყოს თავმდაბლობით, ასეთი მსურს ადამიანი იყოს მიმტევებლობით, ასეთი მსურს ადამიანი იყოს თავისი სიყვარულით, ყურადღებით, ზრდილობით, წესიერებით. ასეთი სურს ღმერთს ადამიანი რომ იყოს და ამას გეუბნება. ამ სიტყვას თუ ისმენ, ამას აქვს მნიშვნელობა. სიტყვით ხოლოს თქვ, აი დღეს შეგხვდა ქრისტე ღმერთი, რაღაც აი შენ გაბედავ თუ არა ამ ასის თავის ადგილას რომ იყო, ასეთი რამ უთხრა რომ მე სიტყვის კაცი ვარ და შენც ესე შეგიძლია სიტყვით ხოლოს თქვ და განიკურნება ჩემი მონა. აი ამაზე უნდა დაფიქრდეთ, ახლა წირვაზე ხო ვართ მოსულები. ქრისტესთან შეხვედრის ადგილი ხომ არის ეს? სადაც ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს ვეზიარებით. აი ახლა ასის თავის ნაცვლად გახარ. გააქვს იმის კადნიერება რომ უთხრა ქრისტეს რომ აი რაღაცა სათხოვარი რომელზედაც მოვედი ახლა სულისხონება სურს თუნდაც და ამისთვის ლოცულობდი მთელი ამ წირვის განმავლობაში. ეხლა მე ასის თავის მსგავსად გეტყვი რომ მე სიტყვის კაცი ვარ და შენც სიტყვა ხოლო თქვი და ვცხონდები მე. არის ეს თანაფარდობა? არის ჩემში ეს სიტყვის კაცობა? ასე ვასრულებ მე სიტყვას. მომენტალურად განიკურნა მისი მონა, რატომ იცით? ეს კაცი მართლა სიტყვის კაცი იყო, ტყუილა არაფერს არ ლაპარაკობდა, რასაც ამბობდა იმას აკეთებდა და ამიტომაც განიკურნა მომენტალურად მისი მონა.
და თუ იქნები შენც ასეთი სიტყვის კაცი, შეგეძლება თვალი გაუსწორო და უთხრა ქრისტე ღმერთს, რომ შენი სიტყვისაებრ იქნება ყველაფერი როგორც შენი იტყვი და მართლაც ასე იქნება ყველაფერი და შენს თვალწინ ძალიან ბევრი სასწაული აღესრულება და ძალიან სხვანაირად დაინაღავ მთელს სამყაროს და მთელს შენს ირგვლივ შემოჯერულ ხალხს და საზოგადოებას. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ამ სიტყვასთან მიმართებაში, რომ ეს ძალიან საფრთხილო რამ არის. ძალიან საფრთხილო რამ არის, რომ არასაჭიროებისამებრ ადამიანი ლაპარაკობს, რაღაცებს ამბობს, არ სჭირდება მაინც ლაპარაკობს, წირვაზე მოდის ლაპარაკობს, ტრანსპორტში ზის ლაპარაკობს, რა ვიცი, სახლშია და ლაპარაკობს, თუ თვითონ არ ლაპარაკობს, რაღაცა აქვს ჩართული, რომელიც იქ ლაპარაკობს და ახლა ამ ინფორმაციებს ესე ისმენს და ადგილი აღარ რჩება მას სიტყვის შესასრულებლად, მხოლოდ ლაპარაკი და საქმე აღარ რჩება. ამ სიტყვის შესასრულებლად აღარ რჩება საქმე. დრო აღარ რჩება ამ ყველაფრისთვის. ამიტომაც გაუფრთხილდით ამ ნიჭს, რომელსაც ქვია სიტყვა ჩვენში, რათა ქრისტეს სიტყვისამებრ, რომელსაც ყველას ცხონება სურს, ჩვენც მოვიპოვოთ კადნიერება, რომ იყავ ნებისაებრ შენისა და ჩვენ არ შევხვცხვეს ჩვენი სიტყვებისა და ცხონებაში დაგვამკვიდროს ღმერთმა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა.